მოვედი ისე მე ახლა დავიწყო შეგრილ და ჩემი ის რა ქვია ყვავილოვანი კომბოსტო და დავიწყოთ ის რა ქვია მომზადება იმიტომ რომ შიო პირველის ნახევარია ხო და შიო სახშიც როგორაა ანუ ეხლა გეტყვით 100 ლარისას ვყიდულობ ხოლმე კვირაში ერთხელ ეგრე გამოფის რა ედვა არ ვიცი რამდენი დღე გავიდა თუ გავიდა ერთი კვირა შეიძლება არ გავიდა მაგრამ ხო ვყიდულობ ხოლმე დაახლოებით 100 ლარისის მე ყოველ დღე ძალიან მომეწონა ესე დღეს გიასაც ვეუბნებოდი გოგოებო რა მე ყოველ დღე მიწევს რაღაცის დამატება ეგრე არ არის რომ 100 ლარისა ვიყიდო და მთელი 5 დღე გვეყოს არა შეიძლება მაინც გამომდის დღეში 40 ლარი, იმიტომ რომ ყოველ დღე ვხარჯავ, მაგრამ ის რაღაცა საბაზისო პროდუქტები როცა არის სახში, მე ცოტას დამატება გიწევს. და ძალიან მომეწონა ეს. ალბათ სულ ესე ვიყიდი ხომ მე? ერთიანად რაღაცა ძირითადი პროდუქტები და მე ყოველ დღე პური, რაღაც კვერცხს გამოიყოლებ, რავი რაღაცას დაამატებ. მაგრამ ეს ძირითადი რო არის, იცი უკვე რომ გააკ და რაღაცას გააკეთებ სახში. და ეხლა გამომელია. საკიდელი გვაქვს. თითქმის ყველაფერი. გაზის ფული უნდა გადავიხადოთ დღეს. რამდენი მოგივიდათ გაზის ფული 110 ლარი მაქვს მე. ეს არის ბოლო დღე. მე ცოტა პირველად უნდა დავჭრა. უფრო გემრიელია ხოლმე. და გაზის ფულს გადავიხდით, მე უკვე ვიზუნებ, რომ საჭმელზე ნახო. გადავდო და ერთიანად ვიყიდო რაღაცეები. ძალიან კარგია ერთიანად ნახო. თითქოს ბარაკა არის უფრო სახში. როცა ერთიანად ყიდულობ. უფრო მეტი რო იყიდო, არ ვიცი, ახლა ალბათ ჩვენია. 2 კვირისა რო იყიდო. შეიძლება ეგრეც ყიდულობთ თქვენ. ეხლა თან მინდა რომ პურით სახში გამოვაცხო. პური. და პურისთვის ვიყიდო სპეციალური ფქვილი. არ არის იმაში არ იყიდება ორლაბიჩში, მე მგონი კახეთში არის. ეგ ფქვილი სპეციალური. პურისა. იცით როგორ მომწონს რაღაცეები თუ აცხობენ პურს, მზეს უმზირას რომ მოაყრიან ხოლმე და კიდე რაღაცეებს ძალიან მომწონს ეგეთი და უნდა ვისწავლო. YouTube-ში ვნახო კარგად რეცეპტი, როგორ კეთდება და ეგეთი უნდა გამოვაცხო მე თვითონ. ყვავილოვან კომბოსტოს. მე მაგას არ შევჭამ. ის გინდა რა ქვია, ყიყლიყო. ყიყლიყო გინდა? რა? ეხლავე არა, ყიყლიყო შეგიწვავ ეხლავე 2 წუთში. გინდა? არა დედი, სულ გამოილია. აი ყველაფერი გამომელია. ძეს არ ასვავს. ცოტა არის ძე და რო სვავდე ხო, კაი იქნება ეხლა და დალევდი. არ ასვავს ძეს. ამას არ აჭამს. ყიყლიყო შეგიწვავ, 1 წამი დედიკო ეხლავე. ხუთიცალი მახავს კვერცხი, 1 ცალი მათისთვის. ყიყლიყოსთვის და 4 ცალი ამას კი ეყოფა. ესე გადავანაწილებ.
დედა ბიცისა რა ქნეს აბა მე არ მიყვარს გოგოებოის წუწუნი, მაგრამ არ ვიცი რა ყოველდღე მუშაობ ყოველდღე ხან გასი ხამის და სულ გაგაქცევი და მაგრამ that's it correct ხლამათისთვის შემოც გავუკეთო რა აშია და so da kann ich რაღაცა რასამო მე აწუწუნე არ მიყვარს მე აწუწუნე არ მიყვარს მადლობა მე ყველაფრისთვის მადლობა ბევრია ბევრია და თვითონ შუაზე უნდა გადაიჭიროს ეს პატარა ჩემი წაფას მეორე წაფა და არ ჩაეტევა ისე ზიანს არ შეჭამს მაგრამ სულოდნად არის შეიძლება კარგად უნდა დაუბრაწო. ესე, ნელა დროშიჩკა.
დღეს ისეთ ადგილას მივდივარ. საღამოთში. ცოტაც და მოგიტანდები. აი, მაგალითად დავუბრაწე დედას ბიჭს. დედა მაინც ყველაფერს მოახერხებს. სახში სულ არაფერი არ იყოს, მაინც რაღაცას მოახერხებს. ეგეთია დედა. აი ესეთი უყოს, აი. დაწვაშიო გადადის უკვე. კვერცხი, ეხლა. მამას. სალმდა ეხლა. აი ესე. ძალიან კაი საჭმელია ეს თოფოროა. ძალიან კარგი. სასარგებლო და მატივიც არის. ბიუჯეტურიც ხომ იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენ ხო იგი საჭმელებს ვაკეთებ. ან მარტივით, ან ბიუჯეტურს სასარგებლო. შედარებით სასარგებლო. შედარებით. ქინძი. ეხლა. ქინძი და ნილორი. იმას ახლა დაგროვილი მე და მაგასაც გავდექ ხა. რისაგილებს ნილორი მაქვს. დავაფაროთ. კარგად ჩაიშუშოს. ესე. აი ესე მარტივად უყვარ. ესეც და ყაბაყიც. თუ არა და რა ვიცი რაღაცა ისინი გააკეთე რაღაცეები. სხვანაირად შევაზავე, არ მოხდომთ. იქნება ჯერაფერს ვერ ყიდულობს სამზარეულო ვერ გასაკეთებელია თორე მერე კარგი დანების ნაბორი ვერაფერს ვიყიდი ვერაფერს სამი ჭრილი აგი იქნება ბევრია და და 4-იც კარგი იქნება ესე
დავჭერი, ნიორიც დავჭერი. ეხლა ეს კარგად ამოვიდიოთ ჩვენ. ნახეთ, დაიბრაცა. ასე. აი როგორია. ესეთი. ეხლა ამას ქიზიდან მივორი. ასე. მარილი. ასე. ბევრი არ მოგვივიდეს რა. დავაყაროთ იქაც მე ფრენჩებზე. და პაპრიკა ის არა მაქვს. შავი პიპილი. შავი პიპილი არ მაქვს. ესე. ეს შიონა გამოვთო ახლა. დავალაგო სამზარეულო გაზეთიკო. ადრეშია. საწმენდი. ყოველდღიურად და ყველაფერს მიხედა რა ვიცი. აწმენდა და ყველაფერი. მოულა. ეს ჩაკოგო. ეს არის. всё. წავედი გავშა. უფრო მათე მივიყვანე სკოლაში. ცოტა ჩამოვისეირნე. აქეთ და ეხლა მაღაზიაშიც მივარ. მასე როგორ ძინავს. მზეზე ერთი აქეთ კიდე ნახეთ. მიფიცხებულია. ნაირი. ფუნთუშები იყიდება, მაგრამ ნუ შედარებით უკეთესია. ესე ნიფლთან შედარებით. აქაც მიყიდია და იფქლისა რავი რა იყო რა, ძალიან ცუდი იყო. ეხლა გამოდის რომ ანტირეკლამას ვუკეთებ, მაგრამ არ მომეწონა საერთოდ არ ღიხსმატყიდო. რაც მომწონს იმასაც ხო ვამბობ გოგოებოს სულ. იმ დღეს მზე იყო და მომატყუა მზე გამოვედი და მომოგიყევით ქუდის გარეშე, შაქრის გარეშე. ძალიან შემცივდა. დღეს რა თქმა უნდა ეგრე აღარ მოვიქეცი, მაგრამ კარგი ამინდია. დღეს მართლა კარგი ამინდია. თბილა. ეხლა ავიდე მეორე ნაბიჯში. ფილეს ვიყიდი ქათმის. და წავალ სახლში. გაზის ფულიც გადავიხადე. მოკლედ. ეგეც კაი ამბავია. აი 10 საათი დაიწყო. არის სახში გოგოება და ეხლა მოვედი და ბავშვები რაღაცა ხელმისაწვდომი და ვაკეთებ ხოლცის ღვეზელებს. ცომი მომსილე ეხლა 10 საათი დაიწყო. მაგრამ უშავს. ეს ფარში ვიყიდე დღეს ცოტა.
ამას მოვშუშავ ეხლა ნიორი დაჭრეტილი, არა დაჭრილი ნიორი მე არ მიყვარს ხერხით. ვიფარების საერთოდ არაფერი არ ჩა. ამასაც დავამატებ, თქვენ როგორ აკეთებთ არ ვიცი, მაგრამ ხშირად არც ვაკეთებ ხოლმე მე ამას. ვეკითხავ სიმართლე. დაახლოებით. მარის დავამატებ ეხლა და ბრინჯს, კიდე აქვს ხაშაო ბრინჯს. ბრინჯსაც დავამატებ, კიდე რა უნდა? ცოტა მწარე ჭაკას დავამატებ. ან პაპრიკას, რა ვიცი, პაპრიკა უფრო გვიყვარს ჩვენ, იმიტომ რომ მათაც და ძალიან მწარები არ უყვარს მათეს. იმ დღეს შაურმაში დიდო მე რო უთხრა. ის არა ქვია, ეუბნება ბროწეული და ციცაკა გარეშეო, ციცაკის და ბროწეულის გარეშეო. ამას რა ვიცი ხო უნდა ჯერკიდე გავაწყი, ცომიც მოგელილი მაქვს. ის გულსართიც მაქვს, დარჩენილი და გამოვუცხო ფულსფარ ტერაშკებს, თან არც შემიძლია თავი არ მაქვს. აი ესე გამოიყურება ჩემი ღოზელები ხორციანი, გადავწყვიტე ხორციანი გამოვაცხო კარტოფილიან საყაროს, იმიტომ რომ ბევრი გამომივიდა ეს ძალიან და წავიდი გოგოებო მეყვარხართ და ვეღარით მე მოგვიტანეო და რა ვიცი აი ესე. მოდი წაიღე მათი.